საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვალერი შოშიაშვილსა და გიული ავალიშვილს მოусმინეს. გიული ავალიშვილმა გაიხსენა მისი ძმის მძიმე ამბავი, რომელიც ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ ციხეში წამებას და არა ადამიანურ მოპყრობას შეეწირა. გადმოიყვანეს გლდანის ციხეში. ალბათონოთია, მე ამას ციხეს ვერ დავარქმევ. აი ეს უკვე იყო ჯოჯოხეთი. სცემდნენ გვერდებში, რომ თირკმელები გაეთიშა. ყველა შეხვედრაზე ერთი და იგივეს მიმეორებდა, მომკლავენ. სულ მაგას ამობდა, მომკლავენ. არსად არ წახვიდე, არსად განცხადება არ დაწერო, თორე მომკლავენ. ითხოვდა კიდევ გადაყვანას. ოღონდაც აქედან გადამიყვანეთ, აი ისე მემუდარებოდა იმისი თვალები, ეხლას თვალწინ მიდგა. მე სასიკვდილოდ იყო განწირული, რომ სამაგალითოდ უნდა დაესაჯა ჩემი ძმა, რომ მე სხვისთვის ის ყოფილიყო მაგალითი. 30 დეკემბერს ვიყავი, მე მივიტანე ტანსაცმელი. რომ მივიტანე იქ, კი მიიღეს, შეაგზავნეს, მაგრამ გავიხედე და ისე უკან გამომიგზავნეს, რომ არ არის პატიმარი ადგილზეო. გამოვედი, დავდექი ვტირი და რა გავაკეთო არ ვიცი, აი ვის მივმართო. არავინ კაციშვილი პასუხის გამცემი არ არის. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ აი იმ დროს ჩემი ძმა იყო მორგში. მორგში ჩამიყვანესო და რამდენი ხანს ვიყავი იქ, მე არ ვიციო. მე ვიღაც შემოვიდა და სინათლე აანთო და სინათლე რო აენთო, მე შევიშმუშნეო იმ სიტყვას ვიმეორებს ზუსტად. ამის შემდეგ ამოუყვანიათ მთლად შიშველი და რო აუყვანიათ, პატიმრები გაკვირვებულები ყოფილან, რომ როგორ შენ ცოცხალი ხარ ესევო. სახალხო დამცველი მაშინ გიორგი ტუღუში იყო, მიმართეთ. კი, მივმართეს. და არანაირი რეაგირება არ ქონდა? საერთოდ წარმოებაში პასუხი გამომიგზავნეს, რომ წარმოებაში არ მიიღეს ჩემი ის წერილი, რომ არ ექვემდებარებაო სახალხო დამცველსო. ანუ ჩემი საქმე არ არისო, პატიმრის უფლებებიო სახალხო დამცველმა გითხრათ გიორგი ტუღუშმა. გაქვთ ეს პასუხი დღემდე შემონახული? ტუღუშის ეს პასუხი გაქვთ შენახული? კი, მაქვს სხვათა შორის, კი. კი, ეს არის აი ნანატრი ევროკავშირის ერჩ და სხვა ერჩებს რომ მიმართოთ, მათი ნანატრი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს არსებული სახალხო დამცველის პასუხი, რაზეც ეხლა რა თქმა უნდა არც ერთი ელჩი არ გააკეთებდა კომენტარს, რომ თურმე პატიმრის უფლებები არ ყოფილა სახალხო დამცველის საქმე. 2012 წლის 15 მაისს საღამოს მირეკავენ, რომ თავისუფალია გადაუვადეთ სასჯელი და წაიყვანეთო. მაგრამ ეს სიტყვა წამოყვანა არ იყო ქალბატონოთეა, ეს იყო წამოხება. როცა ჩემი სიძე მივიდა ეზოში შემოიყვანეთ მანქანაო, კი შეიყვანა. პირდაპირ კიბეებთან მოიყვანეთ მანქანაო. როგორც უნდა ჩამოსულიყო, რომ იმ კიბეებიდან პირდაპირ მანქანაში ჩაესვათ. მე არ ვიყავი, ჩემი სიძე და ჩემი დაიყვნენ იქ და რო გამოეყვანათ გვერდე აი ორივე მხრიდან იმ ბადრაგებს ფაქტიურად ხელით მოიტანეს და ჩემ სიძეს გამწარებულს რო დაენახა, ეთქვა რომ ეს ის არ არისო, ჩვენი არ არის ესაო, თუ არ მოგწონთ, მაშინ უკან შევაბრუნებთო. გონზე იყო? კი, გონზე იყო. როდის გარდაიცვალა? 19-ში გარდაიცვალა. სიკვდილის ექსპორტი გულისხმობდა ამას იმ ახალგაზრდებისთვის განმარტავ, რაც რომელმაც შეიძლება არ იცის და დღეს რა სიტყვას თვითონ ვერ გაუგია. როდესაც პატიმარი, როგორც ქალბატონი გიulis ძმა, ამ შემთხვევაში ბატონი გიორგი ავალიშვილი უკვე იყო გარდაცვალებასთან ახლოს, იმიტომ რომ ცემდნენ და სასიკვდილოდ იმეტებდნენ. მათ არ აწყობდათ, რომ ეს სტატისტიკაში ასახულიყო და არ უნდათ, რომ ამერიკის მიერ, დასავლეთის მიერ, დემოკრატიის შუქურად შერაცხულ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა. ამიტომ არსებობდა ასეთი მეთოდი, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით ადრე ურეკავდნენ ოჯახს და ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე და ის ადამიანი რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და ეს სიკვდილი არ ეთვლებოდა ციხეს. ხომ ისმენს ახლა? რატო? აი რატო მოკლა უდანაშაულო ადამიანი? ახლა თვითონ იმყოფება ოროთახიან მშვენივრ ვივამედის კლინიკაში.
არაფერი არ აკლია. ძალიან ვარ გამწარებული. ჩემს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ვითომ მიავირჩიე. რა დააშავა ბჭყალებში თქვენმა ძმამ ისეთი მიუღებელი სააკაშვილის რეჟიმისთვის, რომ რეალურად დააპატიმრეს უდანაშაულო ადამიანი და ციხეში მოკლეს ცემით. მხოლოდ ის, რომ მომიტინგები გადმოხავდა აქციაზე. თბილისში მიმდინარე აქციებზე. დიახ. თავისივე სამარშრუტო 8130 ლარად ყვალის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიტანა აუქციონზე ეს შენობა და ვერ გაყიდა. და მაისში გაყიდა 700.000 ლარად. თქვენ მოყიდეს ძალით. მე მომყიდეს ეს შენობა. ბექა ბასილაიამ დამიბარა და მითხრა რომ ეს არ არის გადახდის ერთადერთი ფორმა. მე უნდა მივიტანო კიდევ 300.000 ლარი ქეშის სახით მთავარ პროკურატურაში. ოღონდ ეს უნდა მოხდეს მაქსიმუმ არა უგვიანეს 28 სექტემბრის. სიცოცხლის ბოლო დღე იქნებოდა. უკვე აი სიცოცხლის გაგინადგურებთ, ამ თანხას თუ არ მოიტანო. ემზადება ბატონი ზურა წასასვლელად და ემზადება ადეიშვილი წასასვლელად. მე უთხარი რომ მე ამ თანხას 300.000 ლარს კი არა 3 ლარს არ მოგიტან მეთქი რა. ზუსტად ვიცი, რომ შენ 1 ოქტომბრიდან და ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდით, ყველა აგებთ პასუხს და ყველა იქნებით დასჯილებით. გაიცინა ბექა ბასილაიამ და მოდი მაშინო 2 ოქტომბერს შევხვდეთ. ოღონდ ამ თანხას 1 ნული მიეწერება კიდევ და ეს 300.000 ლარი გახდება 3 მილიონი ლარი. უკვე 28 სექტემბერმა ჩაიარა, დადგა 1 ოქტომბერი და 1 ოქტომბერს საარჩევნო შედეგების გამოცხადების წუთს უკვე მე ბექა ბასილაიას უგზავნი SMS. ხვალ რომელ საათზე მოვიდე შენთან მეთქი. პასუხი არ მომდის და 19 ოქტომბერს მირეკავს ბექა ბასილაია ისევ. ჩემს მეგობარს ვთხოვე რომ გამომყევი მეთქი. მივიდეთ რა უნდა ამ ადამიანს. დაგიბარათ ისე? დამიბარა 19 ოქტომბერი. 420.000 დოლარის ნაცვლად მივიღე შემოთავაზება 1 მილიონი დოლარის. რომელსაც თუ თანახმავ იქნებოდი, მაშინვე ავიღებდი და გამოვიტანდი საქართველოს გენერალური მთავარი პროკურატურიდან. ყველა საქმე შეწყვეტილი იქნებოდა. არაფერი აღარ იქნებოდა, ოღონდ ეს საქმე არავისთან ნათქვამი არ უნდა ყოფილიყო. უთხარი რომ ეს გამორიცხული იყო და ამაზე არც კი უნდა ეფიქრათ საერთოდ. ყველა ფორმას მიმართავდი, ეს იქნებოდა პრესკონფერენცია, ეს იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის სახლის დაკავების მცდელობა ყვარელში და იქიდანვე ვთავაზობდი მიხეილ სააკაშვილს, რომ თუ შენი ქონება 200.000 ლარად არის შეფასებული და მე მილიონად მომყიდე გრემის კულტურის სახლი, აგერ არის გავცვალოთ მეთქი. დაახლოებით 2000 ნაციონალური მოძრაობის წევრი დამახვედრეს, როდესაც დავაანონსე, რომ მიხეილ სააკაშვილის სახლში უნდა ჩავსულიყავი და თუ ვინმე არსებობს, გიგა ბოკერია, აი არ ვიცი, მაგათ სახელების ჩამოთვლაც არ მინდა, ყველა აბსოლუტურად იქ იყო თავიანთი მხარდამჭერებით, თავიანთი იმით რომ იქ ჩემთვის ეძახათ ის ცნობილი ფრაზა, რომ მე ვიყავი რუსეთის მონა და პუტინის მონა. აი ცხოვრებაში რომელი წელია ეს? 2013 წელი. კი თქვენ პირველი მონა ყოფილხართ, მე ჩვენ დაგემართ. პირველი მონა. 2013 წელს უკვე ეს გამოიყენეს. უკვე ეს გამოიყენეს. 8 იანვარი იქნებოდა მომდის აღსრულებიდან წერილი. და საქართველოს ბანკი ითხოვს სრულად თანხის დაფარვას და აი ამ სესხზე გაცემული თანხის დაფარვასთან ერთად იმ მიმდინარე ბიზნეს სესხის დაფარვას თუ არა და ქონება იქნებოდა აუქციონზე გატანილი. იმდენად შოკი იყო ეს ემოცია ჩემთვის, რომ დამემართა ინსულტი. მაშინ მოგმართეთ თქვენ ქალბატონო თია როგორც იუსტიციის მინისტრს. მოგმართეთ რომ დამხმარებოდით. როდესაც გავიღვიძე მე და უკვე გონებაზე მოვედი, დედას ეჭირა თქვენი პასუხი. სადაც გაჩერებული იყო აღსრულება, გამოძიების დასრულებამდე. მაშინ კიდევ მივხვდი რომ ბრძოლას აზრი ჰქონდა.